ამ ვიდეოში განვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების, კონტინენტებისა და ქალაქების რელიგიურ შემადგენლობას უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. დავიწყოთ ლონდონით. ლონდონში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40.7% ქრისტიანია, 27.1% ურელიგიო, აგნოსტიკი ან ათეისტი, 15% მუსულმანია, 5.10% ინდუისტი, 1.70% იუდაისტი, 1.60% სიქხისტი, 0.90% ბუდისტი, 1% სხვა რელიგიების წარმომადგენელი. 7%-მა პასუხზე უარი განაცხადა. ბირმინგემში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 34% ქრისტიანია, 29.9% მუსულმანი, ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი 24.1%-ია, სიქხისტი 2.90%, ინდუისტი 1.90%, ბუდისტი 0.40%, იუდაისტი 0.10%, სხვა რელიგიების წარმომადგენლები 0.60%. 6.10%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია. ზოგადად ინგლისსა და უელსში 2021 წლის აღწერის მონაცემების თანახმად მოსახლეობის 46.2% ქრისტიანია, 37.2% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 6.50% მუსულმანი, 1.70% ინდუისტი, 0.90% სიქხისტი, 0.50% ბუდისტი, 0.50% იუდაისტი, 0.60% სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო 5.99%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია. უშუალო ცალკე აღებულ ინგლისში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 46.3% ქრისტიანია, 36.7% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 6.70% მუსულმანია, 1.80% ინდუისტი, 0.90% სიქხისტი, 0.50% ბუდისტი, 0.50% იუდაისტი, 0.60% სხვა რელიგიების მიმდევარი, 6%-მა კი არ დაასახელა რელიგია. ცალკე უელსში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 46.5% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 43.6% ქრისტიანია, 2.20% მუსულმანი, 0.40% ინდუისტი, 0.30% ბუდისტი, 0.70% სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო საკუთარი რელიგია არ დაასახელა 6.30%-მა. ჩრდილოეთ ირლანდიაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 42.3% კათოლიკია, 17.4% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 16.6% პრესბიტერიანელია, 11.5% ანგლიკანი, 2.40% მეთოდისტია, 6.91% სხვა ქრისტიანულ დენომინაციას მიეკუთვნებიან, 1.30% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 1.50%-მა კი უარი თქვა პასუხზე. შოტლანდიაში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 51.1% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 20.4% პროტესტანტია, პრესბიტერიანელი, 13.3% კათოლიკია, 5.10% სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების მიმდევარია, ესე იგი სხვა დენომინაციების, 2.20% მუსულმანია, 1.70% სხვა რელიგიების მიმდევარია, 6.20%-მა უარი განაცხადა პასუხზე. სასექსში 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობის 57.8% იყო ქრისტიანი, 30.5% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 8%-მა უარი თქვა პასუხზე, 1.50% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 1.40% მუსულმანები, 0.7% კი ინდუისტები არიან. 2024 წლის მონაცემებით შვეიცარიაში მოსახლეობის 36.8% ურელიგიოა, აგნოსტიკი ან ათეისტი, 30% კათოლიკია, 18.7% პროტესტანტია,
6% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი. აგრეთვე 6% მუსულმანია. 0.20% იუდაისტია, 1.30% სხვა რელიგიების მიმდევარია, 0.90%-მა არ დაასახელა თავის რელიგია. ბელგიაში მოსახლეობის 59% ათეისტი ან აგნოსტიკია, ურელიგიო. 31% კათოლიკია, 1% პროტესტანტია, 1% მართლმადიდებელია, 1% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 6% მუსულმანია, 1% სხვა რელიგიების მიმდევარი. ნიდერლანდებში 2025 წლის მონაცემებით მოსახლეობის 58% ურელიგიოა, აგნოსტიკი ან ათეისტი, 16% კათოლიკია, 12% პროტესტანტი, 6% მუსულმანი, 7% სხვა რელიგიების მიმდევარი. ავსტრიაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 55.2% კათოლიკია, 4.90% მართლმადიდებელი, 3.80% პროტესტანტია, 0.10% ძველი კათოლიციზმის მიმდევარი, 4.20% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 22.4% ურელიგიოა, აგნოსტიკები და ათეისტები, 8.30% მუსულმანია, 0.30% ბუდისტია, 0.10% ინდუისტია, 0.10% იუდაისტია, 0.70% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 34% აგნოსტიკი ან ათეისტია, 32% კათოლიკია, 11% მართლმადიდებელია, 15% მუსულმანი, 8% კი სხვა რელიგიების მიმდევარი. ლიხტენშტაინში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 79.6% კათოლიკია, 8.10% პროტესტანტი, 1.80% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 6% მუსულმანია, 1% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 4%-მა არ გამოაცხადა თავისი რელიგია, 9.60% ურელიგიოა, აგნოსტიკები და ათეისტები. საბერძნეთში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 85% მართლმადიდებელია, 3% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 2% მუსულმანია, 1% სხვა რელიგიების მიმდევარი, 9% კი არიან ათეისტები და აგნოსტიკები. იტალიაში 2023 წლის მონაცემებით მოსახლეობის 61% კათოლიკია, 28% ათეისტი და აგნოსტიკი, არარელიგიური, 4% პროტესტანტია, 3% სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 2%-მა უარი თქვა პასუხზე, 1% მუსულმანია და 1% სხვადასხვა რელიგიების მიმდევრები არიან. უშუალოდ იტალიის დედაქალაქში, რომში 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის 82% კათოლიკე იყო, 8.70% ურელიგიო, აგნოსტიკი, ათეისტი ან სხვა რელიგიების მიმდევარი, 4% მართლმადიდებელი იყო, 0.80% პროტესტანტი, 0.70% იუდაისტი, ხოლო 3.80% კი მუსულმანი იყო. სან-მარინოში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 91.5% ქრისტიანია, 5.60% აგნოსტიკი, 1.90% ათეისტი, ხოლო 1% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. შვედეთში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 53.2% ლუთერანი ქრისტიანია, 3.50% სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების მიმდევარია, 1.50% მართლმადიდებელია, 1.20% კათოლიკია, 0.20% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 37.9% ურელიგიოა, აგნოსტიკები და ათეისტები, 2.10% მუსულმანია, 0.40% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. 2024 წლის მონაცემებით გერმანიაში მოსახლეობის 46.8% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 23.7% კათოლიკია, 21.5% პროტესტანტია, 3.90% შიიტი, სუნიტი ან იბადიტი მუსულმანია, 1.50% მართლმადიდებელია,
1% სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები არიან. 0.80% ალევიტი მუსულმანები არიან. 0.20% ბუდისტები, 0.10% იუდაისტები, 0.10% ინდუისტები, 0.10% იეზიდები არიან, ხოლო 0.30% სხვა რელიგიის მიმდევრები. გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში, მოსახლეობის 72% ათეისტი ან აგნოსტიკია, 12.6% პროტესტანტია, 7.30% კათოლიკია, 4% მუსულმანია, 1% იუდაისტია, 0.50% სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან. ჰამბურგში 2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის 65.2% ათეისტი ან აგნოსტიკია, ან სხვა რელიგიების წარმომადგენელი. 24.9% პროტესტანტია, 9.9% კი კათოლიკია. 2022 წლის მონაცემებით უკრაინის მოსახლეობის 72% მართლმადიდებელია, 9% კათოლიკია, 2% პროტესტანტი, 2% სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 10% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0.90% მუსულმანები არიან, 2.10% სხვა რელიგიების მიმდევრები, 2%-მა უარი განაცხადა პასუხზე, ან არ აქვს კონკრეტული რელიგია. 2013 წლის მონაცემებით ყირიმის მოსახლეობის 58% მართლმადიდებელი იყო, 15% მუსულმანი, 10% ურელიგიო მორწმუნე, 2% ათეისტი, 2% სხვა რელიგიების მიმდევარი, 3%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია, 10%-მა კი უარი თქვა პასუხზე. 2025 წლის მონაცემებით რუსეთის მოსახლეობის 67% არის მართლმადიდებელი, 1% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები არიან, ხოლო 7% მუსულმანები არიან. ათეისტები მოსახლეობის 11% შეადგენენ, 3% ურელიგიო მორწმუნეა, 1% ბუდისტია, 4% სხვა რელიგიების მიმდევარი, 4%-ს არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგიური მტამსი, 2%-მა უარი განაცხადა პასუხზე. 2020 წლის მონაცემებით მოსკოვის მოსახლეობის 55% მართლმადიდებელია, 28% ათეისტი, ურელიგიო ან აგნოსტიკია, 8% მუსულმანია, 3% სხვა რელიგიების მიმდევარი, 2% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 4%-მა უარი თქვა პასუხზე, ან არ დაასახელა კონკრეტული რელიგია. 2012 წლის მონაცემებით სანქტ-პეტერბურგში მოსახლეობის 50.3% მართლმადიდებელი იყო, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი, 1.4% სხვა მართლმადიდებლები, 3.2% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 1.1% მუსულმანები, 20.5% ურელიგიო მორწმუნეები, 15.4% ათეისტები ან ურელიგიოები, ხოლო 7.6%-მა უარი განაცხადა პასუხზე. 2024 წლის მონაცემებით ეკატერინბურგში მოსახლეობის 65% მართლმადიდებელია, 12% მუსულმანი, 7.5% არარელიგიური აგნოსტიკი ან ათეისტი, 3% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 2.50%-მა არ დაასახელა რაიმე კონკრეტული რელიგია. 2020-2024 წლების მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 54.8% პროტესტანტი ქრისტიანია, 21.8% კათოლიკე ქრისტიანია, 2.40% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 21.4% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 4.10% სხვა რელიგიების მიმდევარია, 5.6%-მა უარი განაცხადა პასუხზე. მინესოტა შტატში 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის 23% ლუთერანია, სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების მიმდევარია, 18% კათოლიკია, 2% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 3% მუსულმანია, 5% სხვა რელიგიების წარმომადგენელია, ხოლო 29% ურელიგიოა, აგნოსტიკი ან ათეისტი. ატლანტაში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 63% პროტესტანტი იყო, 11% კათოლიკე, 1% მორმონი,
1% იეhovას მოწმე, 20% ურელიგიო ათეისტები ან აგნოსტიკები, 1% იყვნენ იუდაისტები, ებრაელები, 2% სხვა რელიგიების მიმდევრები, ხოლო 1% კი რაიმე კონკრეტული რელიგიის გარეშე. ურელიგიო მორწმუნე. ფილადელფიაში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 51% პროტესტანტი იყო, 26% კათოლიკე, 1% იეhovას მოწმე, 24% ურელიგიო, აგნოსტიკი ან ათეისტი, 3% იუდაისტი, 1% მუსულმანი, 1% ბუდისტი, 1% ინდუისტი, 1% სხვა რელიგიების მიმდევარი. 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. ან არ აქვს რაიმე კონკრეტულად ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები. ორეგონში 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 53% პროტესტანტი იყო, 12% კათოლიკე, 4% მორმონტი, 1% მართლმადიდებლები, 1% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები, 31% ათეისტები და აგნოსტიკები, 2% იუდაისტები, 1% მუსულმანები, 4% სხვა რელიგიის წარმომადგენლები, 1%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე. ჰიუსტონში, ტეხასის შტატის დედაქალაქში, მოსახლეობის 72% ქრისტიანია. აქედან 40% პროტესტანტია, 29% კათოლიკე, 3% კი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების მიმდევრები, 21% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 2% მუსლიმია, 1% იუდაისტი, 1% ბუდისტი, 0.5% ინდუისტი, 1.5% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. 2021 წლის მონაცემებით პოლონეთში მოსახლეობის 71.4% კათოლიკეა, 1.02% სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების მიმდევრები, 6.87% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0.14% სხვა რელიგიების წარმომადგენელია, 20.6% უარს ამბობს პასუხზე. 2022 წლის მონაცემებით ირლანდიაში მოსახლეობის 79.1% კათოლიკეა, 4.20% პროტესტანტი, 2.10% მართლმადიდებელი, 0.70% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები, 14.8% ათეისტია ან აგნოსტიკი, 1.60% მუსულმანია, 0.70% ინდუისტია, 7.10% კი უარს ამბობს პასუხზე. ავსტრალიაში 2021 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად მოსახლეობის 53.9% ქრისტიანია, 38.9% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 3.20% მუსულმანია, 2.70% ინდუისტი, 2.40% ბუდისტი, 0.80% სიქხისტი, 0.90% სხვა რელიგიების მიმდევრები და 7.20% უარს ამბობს პასუხზე ან არ აქვს ჩამოყალიბებული რაიმე კონკრეტული რელიგიური შეხედულებები. რუმინეთში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 73.4% არის რუმინული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი, 0.44% არიან სხვა მართლმადიდებლები, სხვა ეკლესიების მიმდევრები, 6.22% არიან პროტესტანტები, 3.90% არიან კათოლიკები, 0.60% არიან აღმოსავლეთის კათოლიკები, ეგრეთებული ბერძენ კათოლიკები, 0.30% არიან ათეისტები, 0.13% აგნოსტიკები, 0.37% სხვა არარელიგიური ჯგუფები, 0.30% არიან მუსულმანები, 0.02% არიან იუდაისტები, 0.37% არიან უпростоრად 0.36% არიან სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, 13.9%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე. 2024 წლის მონაცემებით მოლდოვის მოსახლეობის 94.3% მართლმადიდებელია, 3.10% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 1.50% ათეისტი, ურელიგიო ან აგნოსტიკი, 0.30% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 0.80% კი თავს იკავებს პასუხისგან. 2021 წლის მონაცემებით სლოვაკეთის მოსახლეობის 55.8% იყო კათოლიკე,
4% გრეკო-კათოლიკე, 9% პროტესტანტი, მართლმადიდებელი და სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 1,20% სხვა რელიგიების მიმდევარი, 23,8% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 6,50% უარს აცხადებს პასუხზე. ხორვატიაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 83% იყო კათოლიკე, 3,35% მართლმადიდებელი, 0,26% პროტესტანტი, 0,73% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები არიან, 6,39% ურელიგიოები, ათეისტები და აგნოსტიკები, 2,34% სხვა რელიგიების მიმდევრები, 3,86%-მა არ დაასახელა კონკრეტული რელიგია. ლუქსემბურგში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 46% არის კათოლიკე, 2% პროტესტანტი, 2% მართლმადიდებელი, 3% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები არიან, 35% არის აგნოსტიკი, 13% არის ათეისტი, 1% არის მუსულმანი, 1% არის ბუდისტი, 1% არის იუდაისტი, 5% არიან სხვა რელიგიების მიმდევრები, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე. CIA-ის მონაცემების თანახმად, 2024 წელს დანიის მოსახლეობის 71,4% ლუთერანი ქრისტიანი იყო, 4,30% მუსულმანი, 24,3% ურელიგიო ან სხვა რელიგიების მიმდევრები. ხოლო ახლომდებარე ნორვეგიაში 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 68,7% ევანგელისტი ლუთერანი ქრისტიანი იყო, 3,08% კათოლიკე ქრისტიანები იყვნენ, 0,76% პენტეკოსტალური ქრისტიანები იყვნენ, 0,53% მართლმადიდებლები, 0,36% ევანგელისტი ლუთერანი თავისუფალი ეკლესიის მიმდევრები, 2,21% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები იყვნენ, 3,51% იყვნენ მუსულმანები, 0,40% ბუდისტები, 0,21% ინდუისტები, 1,85% იყვნენ სეკულარული ჰუმანისტები, 0,09% იყვნენ სხვა რელიგიების მიმდევრები, 18,3% იყო ურელიგიო, ათეისტები და აგნოსტიკები. ესტონეთში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 58,6% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 16,3% მართლმადიდებელი, 7,70% ლუთერანი, 2,70% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 0,50% მუსულმანი, 0,50% წარმართი, 0,20% ბუდისტი, 0,90% სხვა რელიგიების მიმდევარი, 12,7% კი უარს ამბობდა პასუხზე. ლატვიაში 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 36% იყო ლუთერანი, 18,7% კათოლიკე, 13,3% მართლმადიდებელი, 1,40% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 30,6% ურელიგიო ან ათეისტი, 0,03% სხვა რელიგიების მიმდევარი. CIA-ის მონაცემებით 2011 წელს ბელარუსის მოსახლეობის 48,3% იყო მართლმადიდებელი, 41,1% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 7,10% იყო კათოლიკე, 3,50% კი სხვა რელიგიების მიმდევარი. 2019 წლის მონაცემებით სლოვენიის მოსახლეობის 72,1% იყო კათოლიკე, 3,57% მართლმადიდებელი, სერბული ეკლესიის ნაწილი, 0,87% პროტესტანტი, 0,96% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 17,4% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 2,99% მუსულმანები, 2,99% სხვა რელიგიების მიმდევრები.
და 1,93%-მა უარი განაცხადა პასუხზე. 2021 წლის მონაცემებით მალტის მოსახლეობის 82,6% იყო კათოლიკე, 3,6% მართლმადიდებელი, 1,3% ანგლიკანი, 1% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 3,90% მუსულმანი, 1,40% ინდუისტი, 0,50% ბუდისტი, 0,30% იუდაისტი, 0,04% სხვა რელიგიების მიმდევარი, 5,10%-მა ითქვა, რომ მას არ აქვს არანაირი რელიგიური შეხედულებები, ესე იგი ათეისტია ან აგნოსტიკი. 2021 წლის მონაცემებით ლიტვის მოსახლეობის 74,2% იყო კათოლიკე, 4,40% მართლმადიდებელი, 0,56% ლუთერანი, 0,27% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 6,30% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0,70% სხვა რელიგიების მიმდევარი, 13,7% უარს ამბობს პასუხზე. 2020 წლის მონაცემებით აზერბაიჯანის მოსახლეობის 66,2% შიიტი მუსულმანი იყო, 30% სუნიტი მუსულმანი, 2,42% ქრისტიანი, 1,30% ათეისტი ან აგნოსტიკი, 0,13% სხვა რელიგიების მიმდევარი. 2025 წლის მონაცემებით სამხრეთი კორეის მოსახლეობის 52% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 31% ქრისტიანია, 16% ბუდისტი, 1% კი სხვა რელიგიების მიმდევარია. 2020 წლის მონაცემებით ჩრდილოეთი კორეის მოსახლეობის 58% აგნოსტიკია, 15% ათეისტია, 13% ჩეონდოიზმის მიმდევარია, 12% მუსულმანის მიმდევარია, 1,50% ბუდისტია, 0,50% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. 2022 წლის მონაცემებით ბრაზილიაში მოსახლეობის 56,8% იყო კათოლიკე, 26,9% იყო პროტესტანტი, 9,28% იყო ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 1,84% სპირიტუალისტი, 1,05% აფრიკული ტრადიციული რელიგიების მიმდევარი, 4,07% სხვა რელიგიების მიმდევარი, 0,17%-მა უარი თქვა პასუხზე. ინდოეთში 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობის 79,8% იყო ინდუისტი, 14,2% მუსულმანი, 2,30% ქრისტიანი, 1,70% სიქხისტი, 0,70% ბუდისტი, 0,40% სარნაისტი, 0,40% ჯაიანისტი, 0,30% სხვა რელიგიების მიმდევრები, 0,20%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია. 2011 წლის მონაცემებით ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონში, კერალაში, მოსახლეობის 54,7% იყო ინდუისტი, 26,6% მუსულმანი, 18,4% ქრისტიანი, ურელიგიო ან სხვა რელიგიების მიმდევრები იყვნენ 0,33%. 2020 წლის მონაცემებით სინგაპურში მოსახლეობის 31,1% იყო ბუდისტი, 20% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 18,9% ქრისტიანი, 15,6% მუსულმანი, 8,80% ტაოისტი, 5% ინდუისტი, 0,30% სიქხისტი, ხოლო 0,30% კი სხვა რელიგიების მიმდევრები იყვნენ. ეგვიპტეში 2025 წლის მონაცემებით მოსახლეობის 90,4% მუსულმანია, 8,80% ქრისტიანია, ხოლო 0,80% კი სხვა რელიგიების მიმდევარია. 2024 წლის მონაცემებით ჰონკონგში მოსახლეობის 58,9% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 13,8% პროტესტანტი ქრისტიანი, 5,20% კათოლიკე ქრისტიანი, 13,3% ტაოისტი, 13,3% ბუდისტი, 4% მუსულმანია,
1,30% კი ინდუისტია. ალბანეთში მოსახლეობის 45,9% ტრადიციული მუსულმანია. 4,91% ბექტაშისტური ისლამის მიმდევარია. 8,38% კათოლიკეა. 7,22% მართლმადიდებელია. 0,40% ევანგელისტი ქრისტიანია. 13,8% ურელიგიო მორწმუნეა. 3,55% ათეისტია. 15,8%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია. 0,15% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. 2013 წლის მონაცემებით ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოსახლეობის 51,3% იყო მუსულმანი, 30,7% იყო მართლმადიდებელი, 15,4% იყო კათოლიკე, ხოლო 2,60% ურელიგიო ან სხვა რელიგიების მიმდევარი. საუდის არაბეთში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 90,4% მუსულმანია, 6,04% ქრისტიანია, 2,03% ინდუისტია, 0,79% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0,86% კი სხვა რელიგიების მიმდევარია. ამავე 2020 წლის მონაცემების თანახმად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის 74,5% მუსულმანია, 12,9% ქრისტიანია, 6,20% ინდუისტია, 3,20% ბუდისტია, 1,30% აგნოსტიკია, 1,90% კი სხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან. 2010 წლის მონაცემებით გრენლანდიის მოსახლეობის 95,5% ლუთერანი ქრისტიანი იყო, 0,20% კათოლიკე ქრისტიანი, 0,40% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები იყვნენ, 0,80% ინუიტური რელიგიის მიმდევრები იყვნენ, 2,30% იყვნენ აგნოსტიკები, 0,20% იყვნენ ათეისტები, 0,60% იყვნენ ბაჰაის რწმენის მიმდევრები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები. 2020 წლის მონაცემებით მონღოლეთის მოსახლეობის 51,7% არის ბუდისტი, 40,6% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 3,20% მუსულმანი, 2,50% შამანისტი, 1,30% ქრისტიანი, 0,70% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. ყაზახეთში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 79,3% მუსულმანია, 17,2% ქრისტიანი, 2,30% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0,20% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, ხოლო 11%-მა უარი განაცხადა რელიგიის დასახელებაზე. 2023 წლის მონაცემებით პაკისტანის მოსახლეობის 96,3% მუსულმანია, 2,17% ინდუისტი, 1,37% ქრისტიანი, 0,11% კი სხვა რელიგიის მიმდევრები არიან. მექსიკაში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 77,8% კათოლიკეა, 11,7% პროტესტანტი, 1,80% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები, 8,40% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0,30% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. კოლუმბიაში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 78,2% კათოლიკე ქრისტიანია, 10,3% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარი, 7,90% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 3,60% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. არგენტინაში 2023 წლის მონაცემებით მოსახლეობის 63% ქრისტიანია, 25% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 5% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 7%-მა არ დაასახელა რამე კონკრეტული რელიგია. კუნძულ კვიპროსზე მოსახლეობის 73,2% ქრისტიანია, 25,3% მუსულმანია, 1,2% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0,30% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. აქ იგულისხმება მთელი კვიპროსი.
როგორც ჩრდილოეთი კვიპროსი, ისევე კვიპროსის რესპუბლიკაც, მისი ბერძნული და თურქული ნაწილებით. უშუალოდ კვიპროსის რესპუბლიკაში, ესე იგი მის ბერძნულ ნაწილზე, მოსახლეობის 74.5% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 1.50% კათოლიკე ქრისტიანია, 1.75% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 2.12% მუსულმანია, 0.85% ბუდისტი, 0.24% სიქხისტი, 0.67% სხვა რელიგიების მიმდევარი, 1.04% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი. 17.3%-მა არ დაასახელა რაიმე კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა. 2020 წლის მონაცემებით უზბეკეთში მოსახლეობის 96.3% მუსულმანია, 2.20% ქრისტიანია, 1.40% სხვა რელიგიების მიმდევარია, 0.10% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი. 2016 წლის მონაცემებით ისრაელის მოსახლეობის 73.5% იუდაისტია, აქედან 33.1% ჰილონი იუდაისტია, 24.3% მასორტი, 8.80% დატური იუდაიზმის მიმდევარია, 7.30% ჰარედულის, 18.1% მუსულმანია, 1.90% ქრისტიანი, 1.60% დრუზი, 4.80% სხვა რელიგიების მიმდევარი, ანუ რელიგიო. ალჟირში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 99.1% მუსულმანია, როგორც სუნიტი, ისევე შიიტი, 0.40% ქრისტიანია, 0.40% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 0.1% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. ალჟირის მეზობელ მაროკოში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის 99.2% სუნიტი მუსულმანია, 0.55% შიიტი მუსულმანია, 0.34% კი ქრისტიანები, იუდაისტები, ბაჰაები, აგნოსტიკები, ათეისტები და სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. ხოლო ლიბიაში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 94.2% სუნიტი მუსულმანია, არასუნიტი მუსულმანები, ესე იგი შიიტები, იბადიტები და სხვები მოსახლეობის 4.78% შეადგენენ. ქრისტიანები შეადგენენ მოსახლეობის 0.52%-ს, 0.26% ბუდისტები არიან, 0.18% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 0.05% კი ურელიგიოები არიან, ესე იგი აგნოსტიკები, ათეისტები და ასე შემდეგ. კომუნისტურ ვიეტნამში 2023 წლის მონაცემებით მოსახლეობის 76.5% ათეისტია, ურელიგიო ან ტრადიციული რწმენების მიმდევარი, 13.3% ბუდისტია, 6.60% კათოლიკე ქრისტიანია, 1.40% ჰუაჰაოისტური ბუდიზმის მიმდევარია, 1% გაოდაიზმის მიმდევარია, 1% პროტესტანტი ქრისტიანია, 0.20% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. 2015 წლის მონაცემებით ლაოსის მოსახლეობის 66% ბუდისტია, 30.7% ხალხური რწმენების მიმდევარია, 1.50% ქრისტიანია, ხოლო 1.80%-მა რელიგია ან არ დაასახელა, ან რაიმე სხვა რელიგიის მიმდევარია. აქვე შედიან ათეისტებიც და აგნოსტიკებიც. 2024 წლის მონაცემებით კამბოჯაში მოსახლეობის 96.5% ბუდისტია. ეს რელიგია ამ ქვეყანაში ოფიციალური რელიგიაა. 2.60% მუსულმანია, 0.30% ქრისტიანია, ხოლო 0.50% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. აქვე შედიან აგნოსტიკებიც და ათეისტებიც. ტაილანდში 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის
92.5% ბუდისტია, 5.40% მუსულმანია, 1.20% ქრისტიანია, 0.90% ურელიგიოა ან სხვა რაიმე რელიგიის მიმდევარი. აქვე შედიან ბუნებრივი აგნოსტიკებიც და ათეისტებიც. 2022 წლის მონაცემებით ბანგლადეშის მოსახლეობის 91% მუსულმანია, 7.95% ინდუისტია, 0.71% ბუდისტია, 0.30% ქრისტიანია, ხოლო სხვა რელიგიების მიმდევრები, აგნოსტიკები და ათეისტები შეადგენენ მოსახლეობის მიახლოებით 0.12%-ს. 2021 წლის მონაცემებით ნეპალის მოსახლეობის 91.2% ინდუისტია, 8.21% ბუდისტია, 5.09% მუსულმანია, 3.17% პირად მონთომის მიმდევრები არიან. ქრისტიანები 1.76% არიან, ანიმისტები 0.35%, ბონის მიმდევრები არიან 0.23%. სიქხისტები არიან 0.01%, ჯაიანისტები არიან 0.01%. სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 85.3% ქრისტიანია 2022 წლის მონაცემებით. 7.80% ტრადიციული აფრიკული რწმენა-წარმოდგენების მიმდევარია. 3.10% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი. 1.60% მუსულმანია, 1.10% ინდუისტია, 1.10% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან. 2021 წლის მონაცემებით ჩრდილოეთი მაკედონიის მოსახლეობის 46.1% მართლმადიდებლები არიან, 0.37% კათოლიკები არიან, 13.9% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები არიან, 32.2% არიან მუსულმანები, 0.13% ურელიგიოები, ათეისტები და აგნოსტიკები, 7.27% სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. 2024 წლის მონაცემებით ფინეთის მოსახლეობის 62.2% ევანგელისტი ლუთერანი ქრისტიანები არიან, 1% მართლმადიდებლები არიან, 1% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები არიან, 0.80% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 34.9% ურელიგიოა, ათეისტი ან კიდევ აგნოსტიკი. 2018 წლის მონაცემებით ბოლივიის მოსახლეობის 70% კათოლიკე ქრისტიანია, 17.2% პროტესტანტი ქრისტიანია, 1.70% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევარია, 9.30% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 1.20% სხვა რელიგიების მიმდევარია, 0.60%-მა არ დაასახელა რაიმე კონკრეტული რელიგია, ან უარი თქვა პასუხზე. 2025 წლის აპრილის მონაცემებით ესპანეთის მოსახლეობის მიახლოებით 36.6% არაპრაქტიკანტი კათოლიკეა, 18.8% პრაქტიკანტი კათოლიკეა, 15.8% ათეისტია, 12% აპათეისტია, 11.2% აგნოსტიკია, 3.60% სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა. 2016 წლის მონაცემებით კატალონიის მოსახლეობის 58% კათოლიკე იყო, 3% პროტესტანტი, 0.90% მართლმადიდებელი, 0.60% იეჰოვას მოწმე, 16% ათეისტი, 11.9% აგნოსტიკი, 4.80% მუსულმანი, 1.30% ბუდისტი, 2.40% სხვა რელიგიების მიმდევარი, 1.10%-მა უარი განაცხადა პასუხზე, ან არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგიური შეხედულებები. ბარსელონაში მოსახლეობის 53.2% კათოლიკეა, 21.8% ათეისტია, 9.50% აპათეისტია, 9.70% აგნოსტიკია, 3.90% სხვა დენომინაციების და რელიგიების მიმდევარი, 1.90% უარს აცხადებს პასუხზე. 2024 წლის მონაცემებით ჩილეში
მოსახლეობის 53.7% კათოლიკეა, 16.2% პროტესტანტია, 25.7% ურელიგიოა, ათეისტი, აგნოსტიკი ან კიდევ სხვა, 4.33% კი სხვა რელიგიების მიმდევრები არიან, მუსულმანები, ბუდისტები, ინდუისტები და ასე შემდეგ. 2020 წლის მონაცემებით კუბელების 58.9% ქრისტიანია, 23.2% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 17.6% ხალხური რწმენების მიმდევარია, ანიმიზმის, ვუდუს, ხალხური ჯადოქრობის, წარმართობის და ასე შემდეგ, ხოლო 0.30% კი სხვა რელიგიური დენომინაციების წარმომადგენლები არიან. ვენესუელაში 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის 72% კათოლიკეა, 8% პროტესტანტია, 14% ურელიგიოა, აგნოსტიკი ან ათეისტი, 6% კი სხვა რელიგიების მიმდევარია. კამერუნში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 66.3% ქრისტიანია, 30.6% მუსულმანია, 1.30% ტრადიციული რწმენათწარმოდგენების მიმდევარია, ხალხური ჯადოქრობის, ანიმიზმის, წარმართობის, ვუდუსი და ასე შემდეგ. 0.70% სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან, 1.20% კი ურელიგიოა, ათეისტი ან კიდევ აგნოსტიკი. ნიგერიაში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 56.1% მუსულმანია, 53.4% ქრისტიანია, 0.60% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან. 2021 წლის მონაცემებით იორდანიის მოსახლეობის 97.1% მუსულმანია, 2.10% ქრისტიანია, 0.80% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან, ან ათეისტები და აგნოსტიკები. 2016 წლის მონაცემებით ეთიოპიის მოსახლეობის 53.8% მართლმადიდებელი იყო, 22.8% პროტესტანტი, 0.70% კათოლიკე, 31.3% მუსულმანი, 0.60% ტრადიციული აფრიკული რწმენა-წარმოდგენების მიმდევარი, 0.80% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. 2022 წლის მონაცემებით პალაუზე მოსახლეობის 46.9% იყო კათოლიკე, 25.9% პროტესტანტი, 5.10% ადგილობრივი კუნძულოვანი ტომობრივი რელიგიის მიმდევარი იყო, 5% სხვადასხვა ქრისტიანული სექტების, 4.90% ისლამის, 12.3% კი სხვა რელიგიების მიმდევარი იყო. 2023 წლის მონაცემებით მონტენეგროში, იგივე ჩერნოგორიაში მოსახლეობის 71.1% მართლმადიდებელი იყო, 20% მუსულმანი, 3.27% კათოლიკე, 2.79% ათეისტი ან აგნოსტიკი, 2.9%-მა არ დაასახელა თავისი რელიგია, ან არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგიური შეხედულებები. 0.57% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელია, ხოლო 0.28% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან. ვანუატუზე 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 27.2% პრესბიტერიანელი ქრისტიანია, 12.1% კათოლიკე ქრისტიანია, 12% ანგლიკანი ქრისტიანია, 14.8% ადვენტისტი ქრისტიანია, 13.1% კი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელია, 3.09% ადგილობრივი ტომობრივი რწმენა-წარმოდგენობის მიმდევრები არიან, 12% არიან უკვე სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 1.76% არიან მორმონები, ეს ერთ-ერთი ქრისტიანული სექტაა, 1.37% არიან ურელიგიოები, ათეისტები და აგნოსტიკები, 0.13% არაა დარწმუნებული თავის რელიგიაში, ანუ არ ითქვა პასუხზე, 2.37% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან. კუნძულ ფიჯიზე 2017 წლის მონაცემებით მოსახლეობის 79.2% არის ქრისტიანი, 24% არის ინდუისტი,
5,75% არის მუსულმანი, 1,04% კი არიან სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები, ანიმისტები, წარმართები, შამანისტები და ასე შემდეგ. 2022 წლის მონაცემებით ყატარის მოსახლეობის მიახლოებით 65,5% არის მუსულმანი. ისლამი ამ ქვეყანაში ოფიციალური რელიგიაა. 15,4% არის ქრისტიანი, 14% არის ინდუისტი, 3% არის ბუდისტი, ხოლო 2% არის ურელიგიო ან სხვა რელიგიების წარმომადგენელი. აქვე იგულისხმებიან ათეისტებიც. ბაჰრეინში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 79,7% მუსულმანია, 14,1% ქრისტიანია, 10,2% ინდუისტია, 3,10% ბუდისტია, 0,90% სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან, ხოლო 2% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი. 2013 წლის მონაცემებით ნამიბიაში მოსახლეობის 53,7% ლუთერანი ქრისტიანია, 22,8% კათოლიკე ქრისტიანია, 17% ანგლიკანი ქრისტიანია. სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები მოსახლეობის 4,40% შეადგენენ. 10,1% ტრადიციული ადგილობრივი ტომობრივი რწმენა წარმოადგენების მიმდევრები არიან. 1,50% ურელიგიოა, ათეისტები, აგნოსტიკები, აპათეისტები და ასე შემდეგ. 0,40% კი სხვა რელიგიური მიმდინარეობების და კონფესიების წარმომადგენლები არიან. კენიაში 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 33,4% პროტესტანტი იყო, 20,6% კათოლიკე, 20,4% ევანგელისტი, 7% აფრიკული ინიციირებული ეკლესიის ნაწილი, 4,10% სხვა ქრისტიანული დენომინაციების ნაწილი, 10,9% იყვნენ მუსულმანები, 1,80% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, ესე იგი ინდუისტები, ბუდისტები და ასე შემდეგ, 1,80% კი ურელიგიოები ან არ დაასახელეს რელიგია. გვატემალაში 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40% იყო პროტესტანტი, 39% კათოლიკე, 1% სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები იყვნენ, 1% სხვა რელიგიების მიმდევრები, 19% კი ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი. ბელიზში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 31,8% იყო კათოლიკე, 9,20% პენტეკოსტური ქრისტიანი, 4,70% ადვენტისტი ქრისტიანი, 4% ანგლიკანი ქრისტიანი, 3,90% მანონიტი ქრისტიანი, 5,60% ბაფტისტი ქრისტიანი, 1,70% მეთოდისტი ქრისტიანი, 1,60% ნაზარენი ქრისტიანი, 1,10% იეჰოვას მოწმე, ანუ როგორც ხედავთ, სხვადასხვა ქრისტიანული სექტებია ჩამონათვალში, 31% ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი, აპათეისტი, ხოლო 6,30% უკვე იყვნენ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები. ინდუისტები, მუსულმანები, ბუდისტები და ასე შემდეგ. ბენინში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 52,2% იყო ქრისტიანი, 24,6% იყო მუსულმანი, 17,9% იყო ტრადიციული აფრიკული რწმენა წარმოადგენლების მიმდევარი, 5,30% ურელიგიო ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი. ტაივანზე 2023 წლის მონაცემებით 28% მოსახლეობის იყო ბუდისტი, 27% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 24% ტაოისტი, 7% ქრისტიანი, 12% სხვა რელიგიების წარმომადგენელი, 2%-მა კი თქვა, რომ არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგიური შეხედულებები. 2024 წლის მონაცემებით ინდონეზიის მოსახლეობის 87,1% მუსულმანია, 10,4% ქრისტიანი, 1,70% ინდუისტი, 0,70% ბუდისტი, 0,02% კონფუციანისტი, კონფუციანელობის მიმდევარი, 0,03% ხალხური რწმენა წარმოადგენლების მიმდევარი ან რაიმე სხვის. ესე იგი აგნოსტიკები, ათეისტები, აპათეისტები და სხვა რელიგიები. 2022 წლის მონაცემებით ზიმბაბვის მოსახლეობის 71,1% იყო პროტესტანტი, 6,40% იყო კათოლიკე, 7,80% იყო სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი,
5% იყო ტრადიციული ადგილობრივი აფრიკული რწმენა წარმოდგენების მიმდევარი, 0.60% მუსულმანი, 0.80% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 8.40% კი ურელიგიოები, ათეისტები, აგნოსტიკები, აპათეისტები და ასე შემდეგ. CIA-ის მონაცემებით 2020 წელს ომანის მოსახლეობის 45% იყო იბადიტი მუსულმანი, აგრეთვე 45% იყო სუნიტი მუსულმანი, 5% კი იყო შიიტი მუსულმანი, ხოლო დანარჩენი 5% კი იყვნენ ქრისტიანები, ინდუისტები, ბუდისტები, ათეისტები, აგნოსტიკები და ასე შემდეგ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. სამხრეთ სუდანში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 60.5% იყო ქრისტიანი, 32.9% იყო ტრადიციული აფრიკული რწმენა წარმოდგენების მიმდევარი, წარმართი, ანიმისტი, აფრიკული ჯადოქრული წესების მიმდევარი და ასე შემდეგ. 6.20% იყო მუსულმანი და 0.40% სხვა რელიგიების წარმომადგენლები. სენეგალში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 96.6% იყო მუსულმანი, 3.30% იყო ქრისტიანი, ხოლო 0.10% კი იყვნენ უკვე სხვები, ათეისტები, აგნოსტიკები და სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები. 2020 წლის მონაცემებით სომალის მოსახლეობის 99.9% იყო მუსულმანი, ხოლო 0.1% კი იყო სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი. იემენში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 65% იყო სუნიტი მუსულმანი, 34% ზაიდიტი, შიიტი მუსულმანი, ხოლო 1% კი სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. ისმაილიტები, ქრისტიანები, ინდუისტები, სიქხისტები და ასე შემდეგ. კოსოვოში 2024 წლის მონაცემებით მოსახლეობის 93.5% მუსულმანია, 2.31% მართლმადიდებელი ქრისტიანი, 1.75% კათოლიკე ქრისტიანი, 0.45% სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელი, 0.50% ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი ან სხვა. 1.50%-მა კი გამოკითხვის დროს არ დაასახელა თავისი რელიგიური შეხედულებები. ფილიპინებზე 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 78.8% არის კათოლიკე ქრისტიანი, 2.58% არის ქრისტეს ეკლესიის წარმომადგენელი, ეს ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა, კათოლიციზმის განშტოება. 4.92% არის ევანგელისტი ქრისტიანი, 2.76% არიან სხვა პროტესტანტები, 6.42% არის მუსულმანი, 4.71% არიან ურელიგიოები ან სხვა რელიგიების წარმომადგენლები. 2014 წლის მონაცემებით ეკვადორის მოსახლეობის 79% იყო კათოლიკე, 13% იყო პროტესტანტი, 2% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 5% ურელიგიო, 1% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები. 2020 წლის მონაცემებით თუ შევაჯამებთ ზოგადად აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულ რელიგიებს, აფრიკაში მთელი კონტინენტის მასშტაბით მოსახლეობის 59.3% არის ქრისტიანი, 41.5% არის მუსულმანი, 7.90% კი არის ტრადიციული რწმენა წარმოდგენების მიმდევარი. აქ იგულისხმება ანიმიზმი, სხვადასხვა აფრიკული ტომობრივი რელიგიები, წარმართული პრაქტიკები, ვუდუ, ჯადოქრობები და რაღაც ეგეთები. 1.30 კი არის სხვა რელიგიების წარმომადგენლები და ურელიგიოები. 2022 წლის მონაცემებით აზიის კონტინენტზე მოსახლეობის მიახლოებით 28% არის მუსულმანი, 22.8% არის ინდუისტი, 13.9% არის ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი, აპათეისტი და ასე შემდეგ. 11.1% არის ბუდისტი, 9.70% არის ადგილობრივი ხალხური რწმენა წარმოდგენების მიმდევრები, რაღაც ინდოჩინური ტომობრივი ჯგუფები და რაღაც ეგეთები, მონმიენგები, მაგალითად სამხრეთ ჩინეთში. 8.40% არიან ქრისტიანები, 6.10% კი სხვები. 2019 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის 51% არის კათოლიკე ქრისტიანი, 10% მართლმადიდებელი, 9% პროტესტანტი, 4% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები არიან, 17% არის არარელიგიური, აგნოსტიკი, აპათეისტი ან ასე შემდეგ,
10% არიან ათეისტები, 2% მუსულმანები, 4% სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 3% კი უარს ამბობს პასუხზე. ან არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგიური შეხედულებები ჩამოყალიბებული. ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 74.6% არის ქრისტიანი, 19.2% არის ურელიგიო, ათეისტი, აპათეისტი, აგნოსტიკი და ასე შემდეგ. 6.20% კი არიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები: ინდუისტები, მუსულმანები, ბუდისტები და ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ ისევ ქვეყნებს. ამჯერად გადავიდეთ პარაგვაიზე. პარაგვაიში 2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის 88.3% იყო კათოლიკე, 6.80% იყო პროტესტანტი, 0.90% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 2.60% იყო ურელიგიო, ათეისტი, აპათეისტი, აგნოსტიკი და ასე შემდეგ. 0.60% იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. 0.80%-მა უარი განაცხადა პასუხზე, ან არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგია. რაც შეეხება ურუგვაის მოსახლეობის 44.8% იყო კათოლიკე 2018 წელს, 9.50% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, 44.5% ურელიგიო, ათეისტი, აგნოსტიკი, აპათეისტი ან კიდე რამე სხვა. 1.20% კი იყო სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელი. ბუტანში 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის 74.7% იყო ბუდისტი, 22.6% იყო ინდუისტი, 1.90% იყო ხალხური რწმენა წარმოდგენების მიმდევარი, კონკრეტულად ბონის, 0.50% იყო ქრისტიანი, 0.20% მუსულმანი, 0.10% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. ბოტსვანაში 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 86.5% იყო ქრისტიანი, 7.10% ურელიგიო, ათეისტი ან აგნოსტიკი, 4.60% ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული რწმენა წარმოდგენების მიმდევარი, ხოლო 1.80% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. ქუვეითში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 74.6% იყო მუსულმანი, 18.2% იყო ქრისტიანი, 7.20% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. ერაყში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 99% იყო მუსულმანი, როგორც სუნიტები, ისევე შიიტები. ისლამი ერაყში არის ოფიციალური რელიგია, აგრეთვე. 0.80% მოსახლეობის იყო ქრისტიანი, 0.20% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ ერაყში. ერაყის მეზობელ სირიაში ბოლო მონაცემებით მოსახლეობის 74% არის სუნიტი მუსულმანი, 13% არიან შიიტები, ალევიტები და ისმაილიტები, 10% არიან ქრისტიანები და 3% კი არიან დრუზები. დომინიკაზე 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 61.4% იყო კათოლიკე, 28.6% პროტესტანტი, 7.20% ურელიგიო, 1.30% რასტაფარიანი, 1.20% იაღოველი, 0.30% სხვა რელიგიების წარმომადგენელი. 2017 წლის მონაცემებით ესვატინიში მოსახლეობის 99.3% იყო ქრისტიანი, 7.40% იყო ურელიგიო, 0.50% ტრადიციული რწმენა წარმოდგენების მიმდევარი, 2.80% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. სეიშელებზე 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 61.3% იყო კათოლიკე, 13.6% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები იყვნენ, 5.40% იყვნენ ინდუისტები, 2.40% მუსულმანები, 5.10% იყვნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები, 12.2% კი განაცხადა, რომ არ აქვს რაიმე კონკრეტული რელიგიური მრწამსი. 2017 წლის მონაცემების თანახმად პერუში მოსახლეობის 76% იყო კათოლიკე, 14.1% იყო პროტესტანტი, 4.40% იყო სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები, 5.09% იყო ურელიგიო, 0.41% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. 2023 წლის მონაცემებით ლიბანში მოსახლეობის 32.2% არის შიიტი, 31.2% არის სუნიტი, 0.60% არის ალევიტი და ისმაილიტი, 16% არის მარონიტი ქრისტიანი, 7.62% არის მართლმადიდებელი, 6.86% არის
სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი, ხოლო 5.50% კი არის დრუზი. რაც საინტერესო არის ის, რომ ლიბანში ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქრისტიანების რაოდენობა მიიკლო და გაიზარდა მუსულმანების რაოდენობა. 1932 წელს, როდესაც ლიბანს ფრანგები მართავდნენ, მოსახლეობის 51% ქრისტიანი იყო. 2010 წელს კი მხოლოდ 32% გადარჩა ქრისტიანი. გაიზარდა მუსულმანების რაოდენობა. ტაჯიკეთში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 97.5% მუსულმანი იყო. 0.70% ქრისტიანი, 1.70% ურელიგიო, 0.20% სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. ტაჯიკეთის სამხრეთით მდებარე ავღანეთში 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობის მიახლოებით 90% იყო სუნიტი მუსულმანი. 9.70% კი შიიტი მუსულმანი იყო, 0.30% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები. თურქმენეთში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 95.8% მუსულმანია, 3% ურელიგიოა, ათეისტი, აგნოსტიკი ან კიდე რაიმე სხვა, 1.10% ქრისტიანია, 0.10% სხვა რელიგიების წარმომადგენელი. ყირგიზეთში 2017 წლის მონაცემებით მოსახლეობის 90% იყო მუსულმანი, 7% იყო ქრისტიანი, 3% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ, ისევე როგორც ათეისტები და აგნოსტიკები. აქვე არიან ებრაელები, ბუდისტები, ბაჰაის რწმენის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. 2025 წლის მონაცემების თანახმად ელ-სალვადორის მოსახლეობის 36.8% კათოლიკე ქრისტიანია, 47% პროტესტანტი ქრისტიანია, 1.55% სხვა რელიგიების წარმომადგენელი, 13% კი ათეისტი ან აგნოსტიკია. 2020 წლის მონაცემების თანახმად ეკვადორული გვინეის მოსახლეობის 71.3% კათოლიკე ქრისტიანია, 17% სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები არიან, 4.10% მუსულმანია, 1.80% ტრადიციული აფრიკული რწმენა წარმომადგენლების მიმდევრები არიან, 0.30% სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან, 5.50% კი ურელიგიოა, ათეისტი, აგნოსტიკი, აპათეისტი ან კიდევ სხვა რამე. 2020 წლის მონაცემებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 99% ქრისტიანია, 9% მუსულმანია, 1% ტრადიციული რწმენას წარმოადგენლების მიმდევრები არიან, ხოლო 1% ურელიგიოები ან სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან. ამავე 2020 წლის მონაცემების თანახმად ჩადის მოსახლეობის 55% მუსულმანია, 51% ქრისტიანია, 2% ურელიგიოა, 1.40% კი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია, ტომობრივი რწმენა წარმოადგენლების. 2012 წლის მონაცემებით ნიგერის მოსახლეობის 99.3% მუსულმანია, 0.70% კი სხვა რელიგიების წარმომადგენლები არიან. რუანდა სავსეა სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციებით. 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40% კათოლიკე ქრისტიანია, 21% პენტეკოსტალე ქრისტიანია, 15% პროტესტანტი ქრისტიანია, 12% ადვენტისტი ქრისტიანია, 4% კი სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციებისა და სექტების წარმომადგენელია, 3% ურელიგიოა, ათეისტი ან აგნოსტიკი, 2% მუსულმანია, კიდევ 3% კი სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, ინდუისტები, ბუდისტები და ასე შემდეგ. 2012 წლის მონაცემებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ზაირის მოსახლეობის 55% კათოლიკეა, 32% პროტესტანტი, 2% მუსულმანი, 11% კი სხვა რელიგიური მიმდევრების წარმომადგენლები, ტომობრივი რელიგიების და ასე შემდეგ. მის დასავლეთით მდებარე კონგოს რესპუბლიკაში კი 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 99.3% ქრისტიანია, 5.50% ტრადიციული აფრიკული რწმენა წარმოადგენლების მიმდევარი, სხვადასხვა ტომობრივი პრაქტიკების, 1.20% მუსულმანია, 3.10% ურელიგიოა, 0.90% კი სხვა რელიგიების წარმომადგენელია. 2025 წლის მონაცემებით ნიკარაგუის მოსახლეობის 38.3% პროტესტანტი ქრისტიანია, 28.3% კათოლიკე ქრისტიანია, 33.3% ურელიგიოა, ათეისტი, აგნოსტიკი, აპათეისტი, 0.1% სხვა რელიგიების წარმომადგენელია.
2020 წლის მონაცემებით პაპუა-ახალი გვინეის მოსახლეობის 25.7% კათოლიკია, 47.8% პროტესტანტი ქრისტიანია, 21.5% კი სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელია, 3.40% ტრადიციული ტომობრივი რელიგიების მიმდევარია, 1% სხვა რელიგიების მიმდევარია, 0.70% კი ურელიგიოა. ამის სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლას მორჩი. ჩვენ განვიხილეთ უამრავი ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი, შტატი. განვიხილეთ კონტინენტების რელიგიური შემადგენლობაც კი. განვიხილეთ გერმანია, რუსეთი, საუდის არაბეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, იაპონია, ბრაზილია, მექსიკა, ავსტრალია და სხვა მრავალი ქვეყნები. ახლა კი მოდით შევხედოთ აი ამ ორ რუკას. ამ რუკაზე ხედავთ რელიგიების გადანაწილებას მსოფლიოს მასშტაბით. ზემო რუკაზე მოწითალო ფერებით მოშინდისფროდ, ღია წითლად და წითლად ხედავთ ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციების გავრცელების არეალს. აქ იგულისხმება როგორც მართლმადიდებლობა, ისევე კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. ისევე როგორც სხვა მცირე ქრისტიანული დენომინაციები, თუნდაც იგივე მორმონიზმი. ქვედა რუკაზე მართლმადიდებლობა იისფრადაა, პროტესტანტიზმი ლურჯად, კათოლიციზმი კი მოწითალოდ. ორივე რუკაზე ისლამი მომწვანო ფერებშია გამოსახული, როგორც სუნიტური, ისევე შიიტური. მონაცისფროდ ხედავთ ათეიზმის გავრცელებას სამყაროში. ყველაზე მეტი ათეისტები არიან ჩინეთში, რუსეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ესტონეთში, ჩეხეთში. ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ არის ამდენი ათეისტი მაინც-და-მაინც მსოფლიოს ამ რეგიონში? ან რატომ არის ამდენი კათოლიკე სამხრეთ ამერიკაში? რატომ არის ამდენი მუსულმანი ჩრდილოეთ აფრიკაში? იმისათვის, რომ ეს ყოველივე გავიგოთ, საჭირო არის გადავავლოთ თვალი ისტორიას. ძველი იმპერიების საზღვრებს, ექსპანსიებს, მიგრაციებს, პოლიტიკურ სისტემებსა და იდეოლოგიებს. ჯერ დავიწყებ იმის ახსნით, თუ რატომ არის ამდენი ათეისტი და აგნოსტიკი მაინც-და-მაინც ევრაზიის კონტინენტის ტერიტორიაზე. და რა კავშირი აქვს ამასთან კომუნიზმს. აქ თქვენ ხედავთ ორ რუკას. ზემო რუკაზე გამოსახული არის კომუნისტური სახელმწიფოები. აქ ჩამოთვლილია ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ამა თუ იმ დროის მონაკვეთში იყო კომუნისტური. აქ თქვენ ხედავთ კომუნისტურ ჩინეთს, კომუნისტურ მონღოლეთს, საბჭოთა კავშირს, კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიას, კომუნისტურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, კომუნისტურ ვიეტნამს, კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეას და ასე შემდეგ. სწორედ ამ ქვეყნებში არიან ყველაზე დიდი რაოდენობით ათეისტები, ვინაიდან კომუნისტური იდეოლოგია, მარქსიზმი, მემარცხენე იდეოლოგია ებრძოდა რელიგიას, როგორც საბჭოთა კავშირში, ისევე ჩინეთშიც, ჩრდილოეთ კორეაშიც, ჩეხოსლოვაკიაშიც და აღმოსავლეთ გერმანიაშიც. ავიღოთ მაგალითად ეს რუკა. ამ რუკაზე ხედავთ გერმანიას. მარჯვნივ ხედავთ დაყოფილ გერმანიას ცივი ომის დროს, რომელიც გაყოფილი იყო ორ ნაწილად, დასავლეთ გერმანია და აღმოსავლეთ გერმანია. დასავლეთი გერმანია იყო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა, აღმოსავლეთი გერმანია კი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იგივე GDR. აღმოსავლეთ გერმანიაში ბუნებრივია კომუნისტები ებრძოდნენ რელიგიას, გლობალისტური ტროცკისტული იდეის გავლენით, ებრძოდნენ ეროვნულ იდეოლოგიას. და შედეგად მივიღეთ ის, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში, როგორც ხედავთ მარცხენა რუკაზე, მოსახლეობის უმეტესობა ათეისტია. ხოლო დასავლეთ გერმანიაში კი პირიქით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკმაოდ რელიგიურია, კათოლიკე და პროტესტანტი. განსაკუთრებით ბავარიაში, შვაბიაში, თუნდაც იგივე რაინლენდის ტერიტორიაზე. იგივე სურათია სხვა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებშიც. ყველა ამ ყოფილ მემარცხენე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ყოფ სახელმწიფოებში დღეს დომინირებს ათეიზმი. მე ამ ვიდეოში მოვიყვანე კიდეც სტატისტიკური მონაცემები ყოფილი და დღემდე კომუნისტური ქვეყნებისა და მათი რელიგიური შემადგენლობის. ჩრდილოეთი კორეა, ბელარუსი, გერმანია, აღმოსავლეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, მონღოლეთი, ყველგან დომინირებს ათეიზმი ან აგნოსტიზმი. ხოლო ყველა მათგანს აერთიანებს კომუნისტური წარსული.
ახლა გადავიდეთ კათოლიკებზე. ის ფაქტი, რომ კათოლიკური რწმენა დომინირებს სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, კვებეკში, მოზამბიკში, ანგოლაში, ფილიპინებზე და რიგ სხვა ტერიტორიებზე, არის ესპანეთის იმპერიის, საფრანგეთის სამეფოს და პორტუგალიის იმპერიის დამსახურება. მე-15, მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეებში ესპანელები, ფრანგები და პორტუგალიელები იწყებენ კოლონიზაციის პროცესს. იკავებენ სამხრეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას. პორტუგალიელები იკავებენ ანგოლას, მოზამბიკს, ბრაზილიას, ტიმორს. ფრანგები იკავებენ კვებეკს, ცენტრალურ აფრიკას, მადაგასკარს და ასე შემდეგ. ესპანელები იკავებენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, ფილიპინებს. ამ ყოველივემ კი გამოიწვია ის, რომ ამ რეგიონებში ჩანაცვლა ადგილობრივი ტომობრივი რელიგიები კათოლიკური ქრისტიანული რელიგიით. ისლამის გავრცელება ძირითადად არაბებს უკავშირდება. მე-7, მე-8, მე-9 საუკუნეებში არაბები იპყრობენ ჩრდილოეთ აფრიკას, ირანს, ანატოლიის საკმაოდ დიდ ნაწილს. შედიან შუა აზიაში. იპყრობენ მდინარე ინდის აუზს. მოგვიანებით არაბები შეიჭრებიან სომალიში, ზანზიბარში. სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებით გამოსულმანდნენ ჩრდილოეთი აფრიკის ხალხები, თურქები, ირანელები, უიღურები, ყივჩაღური ტომები, ეგვიპტელები, სომალელები და ასე შემდეგ. მოგვიანებით უკვე ოსმალებმა ისლამი გაავრცელეს ინდონეზიაშიც და ევროპაშიც. კონკრეტულად ალბანეთში, კოსოვოში, ბოსნიაში და ზოგადად ბალკანეთის რეგიონში. რაც შეეხება პროტესტანტიზმს, პროტესტანტიზმის ძირითადი გამავრცელებელი ძალა იყო ბრიტანეთის იმპერია. სწორედ ბრიტანელებმა გაავრცელეს პროტესტანტული რწმენა ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აფრიკაში, სამხრეთი ამერიკის რიგ ტერიტორიებზე, ეგეთ გაიანაში და ასე შემდეგ. გაავრცელეს სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ასე შემდეგ. პროტესტანტიზმის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ ბრიტანეთი იყო. ანგლიკანიზმის და გარკვეულწილად სხვა პროტესტანტული მიმდინარეობებისაც. შემდეგ უკვე ამერიკაში ჩამოყალიბდა ეგეთ მორმონთა ეკლესია და ასე შემდეგ. სხვა ქრისტიანული დენომინაციები. ბუდიზმიც ძირითადად სიამის სამეფოს დამსახურება იყო, ტიბეტის იმპერიის და მონღოლების. ინდუიზმი ინდუელების შიდა თემაა, გუპტების იმპერიისა და ვედიკური ინდოეთის. მოკლედ რო ვთქვათ, ის ვითარება, რაც დღეს არის მსოფლიოში, ყალიბდებოდა ათასობით წლების განმავლობაში. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა. 21 საუკუნეში სამყარო იცვლება. მემარცხენე იდეოლოგიებმა აიღეს ძალაუფლება ხელში, გლობალისტები, პროგრესივისტები, ნეოლიბერალები, სოციალისტები, ფემინისტები, LGBT საზოგადოება და ასე შემდეგ. ეს მემარცხენე პროგრესივისტური ნეოლიბერალური ძალები არიან დღეს დასავლეთის ხელმძღვანელობაში. ისინი აქტიურად უშვებენ მიგრანტებს დასავლეთში, მიდის დიდი მიგრაციული ტალღები და ეს გამოიწვევს იმას, რომ სოფლიო რუკა შეიცვლება. როგორც ეთნიკური, ისევე რელიგიური. სულ რამოდენიმე ათწლეულში რელიგიები საერთოდ შეიცვლება, შეიძლება ზოგიერთი რელიგია გაქრეს, არაა გამორიცხული. მიდის აქტიურის და აგნოსტიკებისა და ათეისტების რაოდენობის, იზრდება მუსულმანების რაოდენობა, მიდის სხვადასხვა მიგრაციული წყაროები, ინდოეთიდან მიდის ტალღა მიგრაციული კანადისკენ, იქეთ ჩინელების და ინდოელების საკმაოდ დიდი ტალღა მიდის ავსტრალიისკენ, არაბები მიდიან, იქეთ ალჟირელები და მაროკოელები საფრანგეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია გამოიწვევს იმას, რომ სულ რაღაც 100-200 წელიწადში სამყარო სრულიად სხვანაირი იქნება. ან არც უნდა მას 100 წელი ლონდონს შეხედეთ. 2021 წლის მონაცემებით ლონდონში, როგორც უკვე ვთქვი ვიდეო დასაწყისში, მოსახლეობის 40.7% არის ქრისტიანი, 27.1% ურელიგიო და 15% მუსულმანი. 5.1% ინდუისტია, 1.70 იუდაისტი, 1.60 სიქხისტი, 0.90 ბუდისტი და ასე შემდეგ. ანუ ლონდონში სადღაც მიახლოებით 20-25% უკვე მუსულმანები, ინდუისტები, სიქხისტები და ბუდისტები არიან. კიდე რაღაც 30%-მდე რაღაც ათეისტები და აგნოსტიკები არიან, ქრისტიანები უკვე 40% გადარჩენ. და ისიც ძირითადად ასაკოვანი ხალხი. ახალგაზრდებში ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ ბუნებრივია გლობალიზმი გამოიწვევს დიდ ცვლილებებს, ეს რელიგიური სურათი კარდინალურად შეიცვლება მალევე და
და სწორედ ამაზე ვსაუბრობ ჩემ ვიდეოებში. როგორც იცით, მე მაქვს დემოგრაფიული, ისტორიული და პოლიტიკური ანალიზის პლეილისტი, სადაც მაქვს ვიდეოები ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, კანადისა და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დემოგრაფიის შესახებ, აქვს საუბრობ მიგრანტთა კრიზისის შესახებ, საუბრობ ლიბერალებზე, მემარცხენეებზე, როგორ იზრდება გლობალისტური ძალების გავლენა პოლიტიკაში, როგორ იზრდება წლიდან წლამდე ინდოელების, არაბების, აფრიკელებისა და ლათინოსების რაოდენობა დასავლეთის ქვეყნებში და ასე შემდეგ. შემდეგ ვიდეოში მინდა გესაუბროთ გერმანიის შესახებ. შევეხებით როგორც გერმანიის ისტორიას, ბოლო რამოდენიმე ათწლეულების მიგრანტთა კრიზისს, გერმანელების ისტორიულ როლს საუკუნეების განმავლობაში ევროპის ისტორიაში, ცივი ომის გავლენას გერმანიაზე, კომუნიზმს, კარლ მარქსს, მასონებს, მემარცხენე იდეოლოგიებს შევეხებით, რამდენი მიგრანტია გერმანიაში, მილიონობით თურქი რო არის გერმანიაში, ამაზეც ვსაუბრებ და ასე შემდეგ. მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.